გამარჯობა. მე გიორგი ვარ და დღეს ჩვენ გავტესტავთ გადასაფრთხე ბილეთებს და ნახოთ რამდენს მოვიგებთ. ჩემი იღბლის შესახებ მოკლედ რომ მოგიყვეთ, ჩემი ძმაკაცები გადაობენ ხოლმე რომ ცენტრში რომ მანქანა ვიყიდო, გამოსასვლელ კარტთან დამისტუკავს. ასე რომ ნახოთ რამდენად შევძლებთ რამის მოგებას. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში კაზინოს რეკლამა და არც გადასაფრთხე ბილეთების, უბრალოდ ცნობის მოყვარეები ვართ და ამიტომ გვინდა რომ გავტესტოთ რამდენად მომგებიანია ეს ბილეთები. პირველი რაზეც უნდა მოგიყვეთ არის თუ რომელი ბილეთები ვიყიდეთ და რამდენი ცალი. მოკლედ შევიძინეთ 20 ცალი 2 ლარიანი, 20 ცალი 3 ლარიანი, 10 ცალი 5 ლარიანი და 5 ცალი 7 ლარიანი ბილეთები. თქვენთან ერთად გადავფრიკავთ და ნახოთ რამდენის მოგება შეძლოთ და ასევე მოგიყვებით ცოტა ჩემს შესახებ და ამ გადასაფრთხე ბილეთების შესახებაც. მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ 2 ლარიანებით, ალბათ უმჯობესი იქნება. ყველაზე დაბალფასიანებით. Okay. Let's go. ზოგადად რო გითხრათ, ყოველთვის როცა მაღაზიაში შევდივარ ან სადმე რაღაცას ვყიდულობ, ყოველთვის ხდება ხოლმე თვალში ეს გადასაფრთხე ბილეთები. ზოგადად მაგ ზონას მარკეტინგულად ვეძახით ხოლმე hot ზონას. აი სადაც საღეჭი რეზინები, სხვადასხვა სნექ-ბარები და კიდე სხვადასხვა პროდუქტები იყიდება. ძირითადად მან რაც დევს, მაგ პროდუქტების უმეტესობა არის ძალიან მაღალ მარჟიანი. იმიტომ რომ მან და ადგილის ყიდვა არის საკმაოდ ძვირი. ამიტომაც თუ პროდუქტი მარჟიანი არაა, იმ ადგილის ყიდვას აზრი არ აქვს ეს. შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენ მარჟიანია ეს კონკრეტული პროდუქტი. პირველი ორი ბილეთიდან ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს, თუმცა აუცილებლად ვაგრძელებთ. ზოგადად გადასაფრთხე ბილეთების ისტორია დაახლოებით მე-19 საუკუნეში იწყება, როცა ასე თუ ისე პოპულარული ხდება ლოტო. თუმცა ლოტოს აქვს ერთი პატარა მინუსი. პირველი ის რომ როცა მომხმარებელი რაღაცას ყიდულობს უწევს ლოდინი, რომ მაგალითად რაღაც პარასკევამდე, ხუთშაბათამდე რომ გაიგოს მაგალითად შედეგი, მისმა ბილეთმა მოიგო თუ არა რამე. და მეორე საკითხი რაც არის ის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და მარტივად საყიდი შესაძლო არ იყოს. ამიტომაც ძალიან პოპულარული გახდა ესეთი სტილის გადასაფრთხე ბილეთები. უბრალოდ მიდიხარ, ყიდულობ და დაახლოებით 10-15 წამში ზუსტად იცი მოიგე თუ არა რამე. პირველი 7-იანი გამოჩნდა, ნუ აქ ამ კონკრეტულ ბილეთის შემთხვევაში 7-იანები იგებს. და ჩვენი პირველი 2 ლარიც მოვიგეთ. ეს მოგებული ბილეთები აქეთკენ გადმოვდოთ, რომ არ დაგვეკარგოს. Okay, გავაგრძელოთ. ასევე უცხო არ არის ფაქტი, რომ მაგალითად თითო ბილეთზე არის რამოდენიმე გადასაფრთხე. ეგ ყველაფერი თავიდანვე შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანი შევიდეს აზარტში, დიდხანს ითამაშოს და ამ გადაფრხეკვის დროს მიღებული სიამოვნება და ის ნივთიერებები, რაც ტვინს მიეწოდება, საბოლოო ჯამში კიდე და კიდე უფრო მეტი ბილეთისა და კიდე უფრო მეტი თამაშის мотивациას აძლევს ადამიანს. Okay, თითქმის 6 ბილეთი 2 ლარიანები უკვე დავასრულეთ, ნახოთ როგორ გაგრძელდება. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და შედარებით დაბალ ბიუჯეტიან ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულია აი მსგავსი სტილის პროდუქტები. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ძალიან მცირე დანახარჯით დიდი თანხის მოგების სურვილი ამოძრავებთ ხოლმე. აი მაგალითად 2 ლარად შანსის ყიდვა რომ დაუშვათ 20,000 ლარს მოიგე, ბევრი ადამიანისთვის ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის თუ შევაფასებთ განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, პირველი ვიდეოა დღეს ეს ჩვენი. ვეცდებით რომ ამ არხზე შემოგთავაზოთ რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გატესტვა, ისევე როგორც სერვისების, ადგილებისა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ და მინდა რომ თქვენთან ერთად გავტესტო ყველაფერი, რის გატესტვასაც შევძლებ და მოვახერხებ.
კიდე ერთი 7-იანი გამოჩნდა. ამჯერად ბილეთში 2 ცალი და ნუ თითო არის $2-ლარიანი, კიდე ერთი $4 მოვიგეთ ამ შემთხვევაში. ავაგრძელოთ. ასევე თუ დააკვირდებით ხოლმე, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფასის ესეთი გათამაშების და გადასაფხეკი ბილეთები იყიდება. რაც უფრო მეტია ხოლმე შესაძენი ფასი, ძირითადად უფრო მეტია ხოლმე ის თანხა, რომელსაც ათამაშებენ. ეგეც ჩვეულებრივი ერთ-ერთი მაქინაციისა და ადამიანის წამოსაგები ნაწილია, რომ მაგალითად თუ $2 შეუძლია დაახლოებით $20,000 მოგება, $3 უკვე შანსს აძლევენ, რომ $50,000 მოიგონ და ეგ მცირე სხვაობა შესაძენ პროდუქტ შორის საბოლოო ჯამში მომხმარებელს აიძულებს, რომ შედარებით უფრო ძვირიანი პროდუქტი იყიდოს. კიდევ ერთი 7-იანი გამოჩნდა, ნუ ძირითადად $2 არის ხოლმე ის თანხა, რომელსაც ვიგებთ ჯერჯერობით. ნუ ამ ბილეთში უკვე 3 ცალი 7-იანი გვაქვს, ერთი $4-ლარიანი, მეორე $4-ლარიანი და ერთი $2-ლარიანი, ნუ $10-ლარიანი აღმოჩნდა ეს კონკრეტული ამ შემთხვევაში. აი ახლა მეც რო ვაკეთებ ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს ხიკავ, ძალიან აზარტში შევდივარ საბოლოო ჯამში. და ეგ აზარტულობა ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვაუ, 5 ცალი 7-იანი ამოგვივიდა ერთ ბილეთში, კიდე ერთი $10-ლარიანი ბილეთია. ეგ აზარტულობა საბოლოო ჯამში მაიძულებს, რომ მაგალითად კიდე უფრო მეტი და მეტი ვაკეთო. ეგ არის ერთ-ერთი მანიშნებელი და მექანიზმი იმისა, თუ როგორ ათამაშებს მაგალითად კაზინოები და სხვადასხვა ეგეთი ცენტრები დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს. ესე იგი პატარ-პატარა ჯილდოებს აძლევს და ამ პატარ-პატარა ჯილდოებით ტვინი იკვებება და ცდილობს, რომ კიდე უფრო და უფრო ხშირად მიიღოს იგივე შეგრძნება, რაც აქვს. და ნუ დროთა განმავლობაში მე მივდივართ იმ შემთხვევამდე, რომ ხშირად ადამიანები საკუთარ სახლებს, ბინებს და ბევრ ძალიან რთულ რაღაცას კარგავენ. მაგიტომ ამ არხზე ვერსად ვერ შეხვდებით არც დღეს და არც საომალოდ კაზინოს რეკლამას და მაგას ეხლაც დავაფიქსირებ, იმიტომ რომ არ ვთვლი სწორად, რომ რეკლამა გაუწიო რაღაც გზით თუნდაც ისეთ რამეს, რომელმაც მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ მათი გადაწყვეტილება ამას ითამაშებენ თუ არა, ის მექანიზმები, რომლებიც შექმნილია ამ ყველაფრის მიერ, მაგალითად კაზინოში, აი თუნდაც რულეტი რო ავიღოთ, მათემატიკურად გრძელვადაში, აი ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მომხმარებელმა მოიგოს და 1 და 2 ადამიანის გამარჯვება არ ნიშნავს, რომ მასობრივად რომელიმე თქვენთაგანი შესაძლებელია გამარჯვება შეძლოს. ეგ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს მცირე თანხებით, კაზინო გათვლია იმაზე, რომ არასდროს წაგებაში არ იყოს და საბოლოო ჯამში შეიძლება კარგავთ იმ შემოსავალს, რომელსაც მაგალითად მთელი თვის განმავლობაში აგროვებდა ბევრი ადამიანი, ვიცი ეგეთი, ვინც ეგრე კარგავს ძალიან ბევრ თანხას და ნუ ცხოვრება საბოლოო ჯამში. მაგიტომ აქედანვე დავაფიქსირებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამ არხზე, საკუთარ აი ამ პრინციპს, რომ კაზინოს არ დავარეკლამებთ, ნამდვილად არ გადავალთ. ამ ბილეთში ნუ $14 მოვიგეთ, ერთში კონკრეტულში კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაფხიკოს. ნუ ეს ბილეთის მომგებიანი აღმოჩნდა, ამაშიც $4 მოვიგეთ. $2-ლარიანი ბილეთები დასრულდა, მე აი აქ გამოვიტანთ $2-ლარიან ბილეთებში რამდენი დავხარჯეთ და რამდენი მოვიგეთ საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა Mr. Beast-მა, იგივე რაღაც უბრალოდ ბევრად მასშტაბური, თუ სწორად მახსოვს დაახლოებით 30 თუ 30 არა $40,000 დახარჯა აი ამ გადასაფხეკ ბილეთებში. და ნუ
დიდად ვერც ვერაფერი ვერ მოიგო, იმიტომ რომ ზოგადად მსგავსი ბიზნესები მაქსიმალურად გათვლილია მათემატიკურ ალბათობაზე და ბილეთების შესაძენი ფასი და ის მათემატიკური მოლოდინი, რაც მაგალითად თითოეული პროდუქტის მოგებას აქვს, არასდროს არ იქნება დადებითად თქვენ მხარეს, იმიტომ რომ ერთეულების მოგება მაგალითად არაფერს არ ნიშნავს არც კაზინოსთვის და არც ამ ბიზნესისთვის. პირიქით, ყველაზე მაგარი მარკეტინგია, როცა აი ძალიან ბევრ სტრიმერ შეხვდებით, არავის რა თქმა უნდა შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არავის ცხოვრებას არ განვიხილავ, თუმცა როცა ადამიანი უყურებს სხვა როგორ თამაშობს რაღაცას და ის იგებს, მისთვის მაგალითივით არის ხოლმე ეგ ყველაფერი და თვითონაც ფიქრობს, რომ მაგალითად იგივეს თვითონაც შეძლებს და მოიგებს, თუმცა მერწმუნეთ გრძელვადაში ეს ყველაფერი არ არის გათვლილი იმაზე, რომ მოთამაშემ მოიგოს. კაზინო ყოველთვის მოგებაში რჩება. In the casino, the cardinal rule is to keep them playing and keep them coming back. The longer they play, the more they lose. In the end, we get it all. როგორც წესი და რიგი. დავიწყეთ სამლარიანები. ზოგადად ძალიან აზარტული ადამიანი ვარ. თუმცა მირჩევნია რომ მაგალითად ეს ჩემი აზარტი მიმართო სხვა მიმართულებით, აი მეგობრებთან ერთად ჯოკერი ითამაშოთ, ან სადმე გახვიდეთ და ფეხბურთი ითამაშოთ, ბევრად მარტივი იქნება თქვენთვის და იმ სურვილსაც რაც გაქვთ დაგიკმაყოფილებთ, პლუს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ამავდროულად ხშირ შემთხვევაში გონებასაც გაავარჯიშებთ ხოლმე. თუ ზოგადად გინდათ რომ საკუთარი აზარტი ცოდნაში გამოცადოთ, mugami.com-ი არის ეგეთი პლატფორმა, სადაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ აი ნებისმიერ თემაზე იპოვოთ ქვიზები და საკუთარი ცოდნა იქ გამოცადოთ. და ჯობია რომ აზარტულები იყოთ მასეთ სფეროებში, ვიდრე მაგალითად მსგავს თამაშებში. ერთ-ერთი ბილეთი მომგებიანი აღმოჩნდა და პლუს 5 ლარი ისე. დიდად მომგებიანი არ აღმოჩნდა ეს ბილეთები ჯერჯერობით. ერთი 10 ლარიც მოვიგეთ ასევე პლუს. აი ახლა მიუხედავად იმისა, რომ აი არც იღბალი მაქვს, არც არაფერი, აი ყოველი გადაფხეკის აქვს, მაგ ძალიან დიდი მოლოდინი რომ რაღაცას მოვიგებ. და ზუსტად ეგ მოლოდინი ყვებავს მე ადამიანს, რომ აი რაც შეიძლება მეტი გადაფხიკოს და მეც ზუსტად ეხლა თქვენსავით, აი ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან შევდივარ ეხლა აზარტში მაგალითად. კაც არაფერი. ой, ეს გავხიეთ. მედია მომგებიანი არ იყო. ეს ბილეთიც მომგებიანი აღმოჩნდა და კიდევ პლუს 10 ლარი. რაც მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი რომ გავაგრძელოთ და თქვენც უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ და დაგვილაიქოთ. ასევე კომენტარებში დაგვიწერეთ კიდე რისი გატესტვა გინდათ, იქნება ეს პროდუქტი, რაიმე სერვისი, ადგილი თუ ნებისმიერი რამ. ეს ბილეთიც მომგებიანი აღმოჩნდა და 15 ლარი მოვიგეთ ამ ბილეთში.
ბოლო ბილეთია 3 ლარიანი და მე უკვე გადავალთ შეადარებით ძვირადღირებულ 5 და 7 ლარიან ბილეთებს. ოკეი, 3 ლარიანი ბილეთებიც მორჩა. ეხლა გადავდივართ შედარებით ძვირადღირებულ ბილეთებზე და როგორც გითხარით, სისტემა სუსტად ეგრე მუშაობს, რომ მინიმალური დანამატია ბილეთის ფაში, თუმცა პრიზი თვითონ იზრდება ბევრად მეტჯერ, ვიდრე უშუალოდ ბილეთის ფასი. პირველი 5 ლარი გაფრინდა. ჯერჯერობით 5 ლარიანი ბილეთებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა მომგებიანი, სულ დაგვრჩა 3 ბილეთი. ნუ 5 ლარი მოვიგეთ, პლუს 5 ლარი. და ეს არის ბოლო 5 ლარიანი ბილეთი და აქაც მოვიგეთ კიდევ ერთი 5 ლარი. ახლა გადავდივართ ყველაზე ძვირადღირებულ ბილეთებზე, რომლებიც 7 ლარი ღირდა და ვნახოთ რას მოვიგებთ. უბრალოდ ჯერ წესები უნდა მივხვდე რა არის. Բախիկա ու դապխիկա վելաս խիկա մադրամ որքեփ մեսուլմայնս Ագրարում դապխիկո Ռաշեյց ռեպա բոսա գեմայնս Բախիկա ու դապխիկա վելաս խիկա մադրամ որքեփ մեսուլմայնս Ագրարում դապխիկո Ռաշեյց ռեպա բոսա գեմայնս ეს ჩვენი ბოლო ბილეთი და დასრულდება ჩვენი გატესტვა. მე საბოლოო ჯამში შევაჯამებთ, რამდენი დავხარჯეთ, რამდენი მოვიგეთ და გეტყვით მაგ ციფრებსაც. ესეც ბოლო ბილეთი, ყველა 7 ლარიანმა ბილეთმა ისე ჩაიარა, რომ საერთოდ აფერი არ მოგვიგია. ეხლა დავითვლით და გეტყვით ინფორმაციას, რომელ ბილეთში რამდენი ლარი მოვიგეთ და ასე შემდეგ. მეგობრებო, მოკლედ ჯამში მოვიგეთ სულ 84 ლარი. ამ ბილეთების შეძენა დაგვიჯდა დაახლოებით 185 ლარი. ნორმალურად ჩაიარა გატესტვამ, დღეს ჩვენი პირველი ვიდეოა. ეს არხიც ემსახურება იმას, რომ გავტესტოთ ყველაფერი, იქნება ეს სერვისი, პროდუქტი თუ ნებისმიერ რაღაც და ყველაზე მნიშვნელოვანი გვინდა გავტესტოთ საკუთარი თავი, რამდენად შევძლებთ თქვენთვის საინტერესო კონტენტის შექმნას. გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ.